არა და 40,000-ზე მეტი სახეობაა მარწყვის. განათლებით ვარ ისტორიკოსი და პროფესიით ვარ პროფესიონალი მორაგბე. ეს იქნება გარღვევა, მანქანას რო ფრთები გამოაცხადა და იფრინოს ეგეთი რაღაცა არის დაახლოებით ვინც ერკვევა ამ თემაში. ჰიდროპონიკის სისტემა, ოღონდ მცირე სიღრმე, ეს არ არის სუფთა ჰიდრო, ესე რომ ვთქვა. შტაბეჭილების ქვეშ ვიყავი, რომ აი იმდენმა იმიგრანტმა გაიარა ჩვენთან ონლაინ კურსი, რომ თქვენ ამას აკეთებთ საქართველოში, სრულიად უფასოდ, ყველასთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სინათლის ზონაში, სადაც ივნიში ავლენენ პოტენციალს ძირითადად ეს ჯიშები და სახეობები. საქართველოში არის 7 სინათლის ზონა. სამწუხაროდ, ესე იგი 90 წლის მერე არ არის ეს სინათლის ზონების მონაცემები განახლებული, ანუ ამ ქვეყანას სრული პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ არ იყოს დამოკიდებული იაფ იმპორტზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთში. ძალიან საინტერესო ადგილას და კიდევ უფრო საინტერესო ადამიანთან, დემეტრე ჭურღულიასთან. დემეტრე, პირველ რიგში, სანამ თქვენ საქმეზე მოგვიყვებით, თქვენ შესახებ მოგვიყევით, ვინ ხართ და როგორ მოხვედით აქამდე? გამარჯობა, მოგესალმებით, მე ვარ დემეტრე ჭურღულია, კოლხი ფერმის დამფუძნებელი. პროფესიით არა ვარ აგრონომი. განათლებით ვარ ისტორიკოსი. და პროფესიით ვარ პროფესიონალი მორაგბე. პირველად ეს იდეა ჩემი საფრანგეთში თამაშის დროს მოვიდა ჩემს მამას. ჩვენ გქონდა რამოდენიმე ლოკაციაზე ტერიტორიები, რომელიც იყო ასათვისებელი და ხომ არ გვეცადა რომ აგვეშენებინა, ესე იგი, თქვათ, სათბური. უკვე პრესტიჟულ საქმიანობად ითვლება ფერმერული საქმიანობა, მაგრამ მაინც აი ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს, მით უმეტეს ქვეყნის გარეთ, ამდენი წარმატება აქვს, სოფელში დაბრუნდეს და მიწასთან იმუშაოს, ეს რაღაც სტერეოტიპების მსხრევას გავს ეს ამბავი და ესეთი რაღაცა რადიკალური გადასვლები თქვენ ცხოვრებაში როგორ მოხდა, მართლა გულწრფელად მაინტერესებს. 28 წელს ვიყავი, ეს პირველად როდესაც დავიწყეთ და რა თქმა უნდა, თითოეული საქმის შესწავლა არის პირველ რიგში წარმატების გარანტი. თუ საქმე არ იცი და მას ესე იგი დეტალურად არ ფლობ, წარმოუდგენელი არის რომ რაღაცა თქვა სიმაღლეებზე ახვიდე. რაც შეეხება რაღაცების დათმობას, არაფერი არ დამითმია ესე რომ თქვა, პარალელურად ვუთავსებდი და ვუთავსებ დღესაც, პლუს დამატებით სოფლიო რაგბის ლიცენზირებული მწვრთნელი ვარ, პლუს დამატებით და ორივეს და სამივეს, რასაც ვაკეთებ, ესე იგი, ყველაფერს ერთად ვცდილობთ, რომ მაქსიმალური შედეგი გქონდეს. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, წარმოდგენა არ ქონდა, აი პირდაპირ რასაც თქვა ბაბუები ბავშვობაში გვიკეთებდნენ, იმის იქით ჩვენ ფერმერულ საქმიანობასთან არ ქონდა. თქვენ ახსენეთ, რომ სტერეოტიპების ესე იგი დანგრევა და მე თავიდანვე, როდესაც ეს დავიწყეთ, შევეცადე ამ სტერეოტიპების დანგრევას რა მიმართულებით. საოცრად არ მიყვარს სიტყვა გლეხი. აი, რატომღაც ჩემთვის ასოცირდება რაღაც კრინობით ფორმაში. და ფერმერობა, სადაც ახლა თქვა საფრანგეთი იყო ჩვენ შემდგომ სწავლა მოგვიწია ესპანეთში, ნიდერლანდებში და ასე შემდგომ, ხედავდით რომ ფერმერებს რამხელა უფლებები ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოებში იყვნენ წარმოდგენილები და მოკლედ იმხელა დოლაც ქმნიან განვითარებული ქვეყნებისთვის, რომ დიდი წონა აქვთ საზოგადოებრივ და არა მხოლოდ ცხოვრებაში. შესაბამისად შევეცადეთ რომ ეს ფერმერული მიმართულებით წავსულიყავით. რა თქმა უნდა, ჩვენი მცირე წვლილი რომ შეგვეტანა ამ საქმიანობაში საქართველოში. თუ რატომ, რა შედეგებამდე მივედით და რა მოიტანა რამდენი წლიანმა შრომამ? მე-7 წელია უკვე. მე-7 წელია ამ საქმემ რა შედეგი დადო? დღეს ამაზე უნდა ვისაუბროთ მომდევნო 20 წუთის განმავლობაში, ამიტომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად და ამ სანამ საქმიანობაზე უშუალოდ ვილაპარაკებთ, ერთი თვალის შევლებით მინდა ჩემი შტაბეჭილება გითხრათ. ფოთი არის უნიკალური ქალაქი, თავის დაგეგმარებით, ეს ძალიან კარგად ვიცით. და თქვენთან რო შემოვედი, პირველი რაც ჩემ თვალს ძალიან გაუხარდა და ეს სიამოვნა, აი ეს ფოთის ეფექტი აქ იგრძნობა პირდაპირ. ყველაფერი ისე ლამაზად გაქვთ დაგეგმილი და მოწყობილი. ძალიან დიდ შტაბეჭდილებას ახდენს ალბათ პირველად აქ მოსვლისთანავე და ეხლა ვნახოთ შიგნით როგორ არის ეგ ყველაფერი დაცული. არის თუ არა ისე როგორც გარედან ჩანს. ვახ, რა სილამაზეა.
აგრონომიული ენისკენ რო წავიდეთ ეს ყველაფერი და სიღრმეებისკენ, ამას ქვია ჰიდროპონიკის სისტემა, ოღონდ მცირე სიღრმე, ეს არ არის სუფთა ჰიდრო, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად მცირე სიღრმე. არსებობს რამოდენიმე სახის სისტემები, რომელიც ძირითადად არის განვითარებული ევროპაში, ეს არის ვთქვათ NGS სისტემების ესე იგი სათბურები, რომელიც მაღალ ტექნოლოგიურია, თუმცა საკმაოდ დიდ დანახარჯებს და ბიუჯეტირებას მოითხოვს. ხოლო ეს არის შედარებით უფრო ბიუჯეტური, ესე რომ ვთქვათ და მას ქვია მცირე სიღრმე. ეხლა საიდან მოდის ეს მცირე სიღრმე, იმიტომ რომ საქართველოში წლიდან წლამდე ჩვენთანაც მომართვენობა როდესაც არის, ადამიანები ცდილობენ რომ ეს სისტემა ააწყონ და რა უპირატესობას იძლევა ესე რომ ვთქვათ ეს. მცირე სიღრმე ზუსტად აი ჩვენის თანა ქალაქებისთვის, მცირე მიწიანებისთვის ესე რომ ვთქვათ, ზედგამოჭრილი არის და რატო? აი ამ მცირე მანძილზე იძლევა ბევრი ენერგიის დატევის საშუალებას. კი ბატონო. თუ ეს ეგრეთ წოდებულ სტელაჟებზე, რასაც ჩვენთან ეძახიან. იძლევა საშუალებას და პირველად ეს ყველაფერი შემოიტანეს ევროპელებმა, იმიტომ რომ ევროპაში ფერმერებს ესე რომ ვთქვათ ძალიან დიდი ტერიტორიები არ აქვთ, ახლა ჩვენთან არის ადამიანები, ვისაც ზოგს 5, 10, 15, 20 ჰექტარი აქვს ხოლმე, ამის საშუალება არ აქვთ და შესაბამისად რაც აქვთ, მაქსიმალურად ცდილობენ რომ ათვისებული იყოს. ძალიან ეფექტურად სხვათა შორის. შედარებისთვის რომ ავიღოთ, მაგალითად 1000 კვადრატიან სათბურში თუ გრუნტზე კლასიკურად შეიძლება რომ დაეტიოს სიტყვაზე 5000 ენერგია 1000 კვადრატში NGS უბრალოდ მცირე სიღრმეზე შეიძლება რომ დაატიოთ დაახლოებით 4-ჯერ მეტი 20-25000 ცალი ენერგია. შესაბამისად ეს იძლევა ეფექტურად ესე იგი ტერიტორიის მაქსიმალურად ათვისების საშუალებას. ჩვენ არაერთ მარწყვის სათბურში ვყოფილვართ. ჩემი დაკვირვებით სტატისტიკურად არ გვხდება ხოლმე ამ ტიპის სათბურები მრავლად და რატომ უფრო მეტ დანახარჯს მოითხოვს თუ ეს კონსტრუქცია ჩვენთვის ჯერ კიდევ ახალია ესეთი მოდელი სასათბურე მეურნეობაში. თქვენ ახლა სწორად აღნიშნეთ პირველ რიგში ეს არის ჩვენთვის ახალი ქვეყანაში, შედარებით ახალი, ვიდრე მაგალითად ახლა კლასიკურად, რასაც ქვია გრუნტზე თქვა, ღია გრუნტში გაშენება ან დახურული გრუნტი გულისხმობს სათბურებში გრუნტზე გაშენებას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ინფორმაციის სიმწირე და ცოდნა, თუნდაც დამწყებ ფერმერებში ან არსებულ ფერმერებში, იმიტომ რომ ჩვენ წავაწყდით ამ პრობლემას. აი, როდესაც ისედაც მარწყვი არ არის მარტივი კულტურა, მას სულ ჭირდება წერტილოვანი ცოდნა და აი, როდესაც ხშირად მეუბნებიან თქვენ რომ აღნიშნეთ, ესე იგი მორაგბე და ფერმერი რა შუაშიაო, სადაც პოულობ კავშირს ეს არის რომ როგორც ესე იგი რაგბის გუნდისთვის დაგეგმა არის წინასწარ მნიშვნელოვანი, ასე ხდება ზოგადად ამ კულტურაში და ზოგადად ფერმერებში, რომ წინასწარი გეგმება მთელი სეზონი. თურმე წარმატების მისაღწევად, ესე რომ ვთქვათ, აი აქ შეხების წერტილს პოულობთ ხოლმე, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, მცირე სიღრმე ზოგს აშინებს, ზოგს არ აშინებს. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ აი კონსულტაცია როდესაც სჭირდებათ, პირველი ვეუბნებით თუ გამოცდილება არ აქვს, დაიწყეთ გრუნტით. ანუ კლასიკური გრუნტი. გრუნტი უფრო მეტ შეცდომებს პატიობს, ვიდრე ეს მცირე სიღრმე. გასაგები. რატომ? იმიტომ რომ აქ სულ ხედავთ რომ ისედაც მიმდინარეობს წერტილოვანი კვება აი ამ წვეთოვანების საშუალებით, ერთი ზედმეტი გადაცდომა და შეიძლება სავალალო შედეგებამდეც მივიდეს. ამიტომ წერტილოვანი ცოდნა არის აქ საჭირო, ან ისეთი აგრონომის სკოლა, რომელიც ნამდვილად ერკვევა ამ საქმეში, რომ ვთქვათ, წარმატებამდე მიიყვანს ფერმას. ჩვენი ფერმერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის, ხოლმე როცა იწყებენ თავიანთ საქმიანობას, ეს არის კომპეტენტური კადრების, გამოცდილი კადრების, აგრონომების ზოგადად ნაკლებობა, იმიტომ რომ კომპლექსურია ეს პრობლემები, განათლებასაც უკავშირდება, არც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ვთქვათ, თანამედროვე გამოცდილებები გაიზიარონ სწავლების პროცესში. თქვენ როგორ მოახერხეთ აი ამ გამოცდილების არქონის მიღმა ესეთი რთული აქამდე ნაკლებად ცნობილი პრაქტიკის თქვენთან დანერგვა და ესე წარმატებით მერე კარგი კითხვაა სიმართლე რო გითხრათ, ყველა ფერმა მოიტანა ჩემი აზრით ჩვენ სწორად ავიღეთ გესი. ეს იყო რომ პირველად რესურსები ჩავდეთ ჩვენს სწავლა-განათლებაში. გარდა ამისა, მე ესე იგი დამფუძნებელი არის ასევე ჩემი ძმაც, ასევე მორაგბე, რომელიც დღემდე საფრანგეთში თამაშობს და ესე იგი საბას ინიციატივაც იყო, რომ ჩვენ ხან საფრანგეთში, ხან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილ აგრონომებთან ხშირად ჩვენი რესურსები ჩავდიოდით და ხან ერთკვირიან სწავლებას გავდიოდით, ხან
ონლაინად ძალიან ხშირად ვიჯექით, ხან შვეიცარიელებთან, ხან გერმანელებთან, ხან აი მაგალითად ეხა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ყველაზე დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით უკრაინელებს აქვს და ხშირად ვეკითხებოდით ასე კითხვა, ესე იგი კითხვით და ასე შემდგომ. შემდგომ ამ პრაქტიკას რაც ქონდა და გამოცდილება თეორიული იყო თუ ასე შემდგომ, ვცდილობდით რომ ყველაფერი გადმოგვეტანა ჩვენთან და სიმართლე რო გითხრათ, იმდენი სახის ექსპერიმენტი გვაქვს ჩატარებული, რომ უკვე ფაქტურად არაფრის არ გვეშინია, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად მე ვთვლი რომ ეს იყო სწორი გეზი თავიდან რო ავიღეთ. ამან შემდგომ მოიტანა და რა პრობლემები შევეშეხეთ აი თქვენ თქვით ახლა რომ წლიდან წლამდე ტენდენციაა რომ იკლებს ეს აგრონომია და ფერმერობა ქვეყანაში. ჩვენ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რეგიონში ყველაზე სუსტად განვითარებული სამწუხაროდ განვითარებული ესე იგი სოფლის მეურნეობა. ამას ჭირდება რა თქმა უნდა სახელმწიფოს მასობრივი ჩართულობა რომ მოხდეს ესე იგი ამ მიმართულებით მაქსიმალური ჩართულობა, ესე იგი ახალგაზრდობის მით უმეტეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე გეტყვით რომ აი ხშირად რაღაცა ნარატივი არის გავრცელებული რომ თითქოს ახალგაზრდებს მუშაობა არ უნდათ, თითქოს სოფელში დაბრუნება ვიღაცას არ უნდა, ჩვენ ქალაქში ვართ, თქვენ წარმოიდგინეთ სოფელში მით უმეტეს ვისაც ტერიტორიები აქვს. და სიმართლე რო გითხრათ, აი 7 წლის განმავლობაში თითქმის 15000-ზე მეტი კონსულტაცია გვაქვს ჩვენ გაცემული, ესე იგი ონლაინ და 300-ზე მეტი ადამიანი ადგილზე ყავს მიღებული, ვისაც კი სურვილი ქონდა, არავის არ დავზარებივარ და რატომ გავაკეთეთ ახლა ეს ყველაფერი. როდესაც ჩვენ ვიწყებდით პირველი ეძებ რას? პირველი ეძებ ეს არის პირველი ინფორმაციის წყარო არის, რა თქმა უნდა, დღეს ინტერნეტი და YouTube. არც ერთი ქართულ ენოვანი არხი არ მოიძებნა, სადაც შეიძლებოდა რომ აი მაქსიმალური ინფორმაცია უბრალოდ ადამიანის გამოცდილების ამ სფეროში მიგეხო. და რაღა არ ვაციეთ, ესე რომ ვთქვათ, არ ვაცხელეთ და პირველი ქართული აგრონომული კონტენტი ინტერნეტში YouTube არხი, ესე იგი პირველი ჩვენ შევქმნით. რა მაგარია. და კოლხი ფერმა არის პირველი ქართული ენოვანი კონტენტის ავტორი YouTube სივრცეში, რომელიც დღეს ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი ინფორმაციას 260 ვლოგზე მეტი გვაქვს გადაღებული და ვაწვდით ჩვენს გამოცდილებას. ის რაც ოდნასაც თქვენ აზიარებთ, ამის მიღება ჩვენთან კიდევ სხვა პრაქტიკაა ამის, ხო, ევროპაში ძალიან მოთხოვნადია და თან არც ისე ისე ვთქვათ, იაფი სიამოვნება ამ მსგავსი კონსულტაციების მიღება. თქვენ ამას აკეთებთ საქართველოში, სრულიად უფასოდ, ყველასთვის ხელმისაწვდომ პლატფორმაზე, YouTube-ის არხზე, სადაც შეუძლია ადამიანს შემოვიდეს და სრულფასოვნად მიიღოს და გაიზიაროს თქვენი გამოცდილებები, ხო? კი. ძალიან მაგარია. გმირობის ტოლფასია ეგ ამბავი, მართლა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. რატომ იყო ეს რამოდენიმე კითხვა დაისვა, რომ ამ ინფორმაციას უფასოდ რატომ აზიარებთ? რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი და მოდი პირდაპირ ვთქვა და ძალიან ისე არათავდაბლურად რო ვთქვა, მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის და მაგის გარდა ჩვენ შევეჩეხეთ როგორც გითხარით ამ პრობლემას, რომ საქართველოში ძალიან გამოცდილი და ესე რომ ვთქვათ, ამ საქმეში ხცოვანი აგრონომები არიან, თუმცა არ შეიძლება, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, იყო მაგალითად ბოსტნეულის აგრონომიც და სიტყვაზე კენკრის აგრონომიც. იმიტომ რომ საკმაოდ განსხვავებული კულტურებია აბსოლუტურად. მე ყველა აგრონომის იქნება თუ გამოცდილი ადამიანის შრომას ყოველთვის პატივსა და ხშირად ჩემს ვლოგებში ვამბობ, რომ რასაც აქ აისმენთ, ეს არის მხოლოდ ჩვენს პრაქტიკაზე და თეორიაზე დაფუძნებული. ასევე რამოდენიმე წლის შემდგომ აი ინფორმაცია და აი კურსის გავლა აი ამ მიმართულებით რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია მიიღო რომ რაღაცა დაიწყო რომ საბაზისო ცოდნა გქონდეს ქართულ ენაზე ვერ მივიღეთ. ძირითადად არის რა ანუ თქვათ რომელი პესტიციდი ან ფუგიციდი როდის იყოს გამოყენებული, იყოს მაგალითად სასუქი როდის მიეცეს და ასე შემდგომ, მაგრამ გადავწყვიტე რომ შემექმნეს სასწავლო კურსი. სასწავლო კურსი შევქმნით 6 თვე დაახლოებით დამჭირდა რომ ეს სასწავლო კურსი დამეწერა. პირველი ესე იგი ქართულ ენოვანი სასწავლო კურსი მარწყვის მოყვანის შესახებ არის კოლხი ფერმა ამის ავტორი. მე ესე რომ ვთქვათ და ეს არის 122 გვერდიანი სასწავლო კურსი, რომელიც არის 5 ძირითადი თავისგან შედგება და 25 ქვეთავისგან და მე საკმაოდ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი რომ აი იმდენმა ემიგრანტმა გაიარა ჩემთან ონლაინ კურსი რომ
გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ ეს ხალხი ამბობდა რომ როდესაც დავბრუნდები ამ ცოდნით შემდგომ ესე იგი გავაკეთებთ ამას და ცოდნა გექნა და ჩვენ მათთან ვრჩებით მუდამ აი გაიარა და აღარ არ ვანებებ თავს, არამედ პირიქით სულ მათთავად რამე თუ ჭირდებათ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ რომ ესე იგი გავცე პასუხები, იმიტომ რომ ვიცი რამდენად რთული არის, როდესაც კითხვა გაქვს და პასუხს ვერ იღებ. იმიტომ რომ ეს გზა თქვენს გამოიარეთ. ნამდვილად, ზუსტად მაგიტომა ის ზუსტად. ნებისმიერი წარმატების მიღმა თუ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას არ აზიარებ, ხომ ეს ღირებულებითი ნაწილისგან შენი საქმე კი არ იცლება, მაგრამ არივსება, მოდი ესე ვთქვა და მიხარია რომ ამას არ დაზარდით. მცირე სიღრმის მოწყობის მარწყვის სათბურს ჩვენ არ შევხვედრივართ, შესაბამისად, უშუალოდ პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ. ერთ-ერთ სათბურში ხარ გადავინაცვლოთ კიდევ აჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ამ ტერიტორიაზე. ასეთი 3 ფერმაა, 3 სათბურია და დავიწყოთ პირველი რომელი იყო, რომელიც არის? პირველია ეს. ქალაქი და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს ეს სათბურები, უბრალოდ მინდოდა რომ გენახათ ეს ყველაზე ახალი სათბური, რომელიც არის გაკეთებული. თავარი არის რომ კონსტრუქცია უნდა იყოს სწორად შერჩეული. მოგეხსენებათ რომ სათბურში ყოველთვის გამოიყოფა მზის მხარე და მზისგან დაფარული მხარე. ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვდგავართ, ესე იგი ყოველთვის ესე იგი დასავლეთიდან აი ესე ამოდის ხოლმე მზე და შემდგომ ჩადის ესე თუ დავდგებით, ესე იგი აღმოსავლეთის მხარე. შესაბამისად მზისგან დაფარული მხარე ყოველთვის შედარებით იგვიანებს და დაგვიანებაზე რასი არის საუბარი, დაყოფის თქვა დამწიფება, სიმწიფის პერიოდი დაახლოებით 3-4 დღით უსწრებს ხოლმე მზის მხარე და ზევითა, ესე იგი, სტელაჟები, რომელზეც წკრივები, რომელიც არის მოთავსებული. ხშირად აქვს მაგალითად ადამიანებს კითხვა, როდესაც ესე გვირეკავენ, რომ ახლოს დავრგოთ ეს ნერგები, მაგალითად ერთ ტომარაზე, ამ grow bag-ზე, რომელიც არის ესე იგი კუსტარულად ჩვენს მიერ გაკეთებული და შიგნით მოთავსებული არის ნეიტრალური ტიპის ტორფი. ნეიტრალური ტიპის ტორფი არის მოთავსებული, პლუს აგროპერლიტი არის დამატებული, რომლის ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს განსაკუთრებით ცხელ პერიოდში ხელს. მასზე არის დარგული 5 ნერგი. ადამიანები ცდილობენ რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი ნერგი მოათავსონ, ეს ლოგიკურია მათ აზრში, მაგრამ მარწყვი არის კულტურა, რომელსაც პირველ რიგში ძალიან ბევრი დაავადება აქვს და შემდგომ ბევრი მავნებელი ყავს, ბევრი მტერი ყავს, ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, როგორც მარწყვი კარგად გრძნობს თავს სათბურში, კიდევ უკეთესად გრძნობენ მისი, ესე იგი, მავნებლები და დაავადებები. შესაბამისად, ყოველი, ესე იგი, პრევენცია, ანუ მავნებლისა და დაავადების წინააღმდეგ აუცილებლად გრაფიკის მიხედვით უნდა იყოს გაწერილი და ზუსტად მამას გულისხმობია აი რაგბის გუნდის სეზონის დაგეგმასთან დაკავშირებით, რომ აი ისიც იგეგმება და ესეც აუცილებლად უნდა დაიგეგმოს, არ შეიძლება არაფრით რომ რაღაცა გამოტოვებული იყოს, იმიტომ რომ აი ადრე თუ გვიან რაღაც იქ მოხდება. კი, აუცილებლად და აი ერთი ქარი და მაგალითად დაავადებებში ჩვენ ისედან ტენიან რეგიონში მით უმეტეს აი ზღვის პირას ვართ, ტენი იმხელა დონეზე არის ხოლმე ერთი გაწვიმება უნდა და ნალექი როგორც კი მოდის და ბოტრიტის სოკო, რომელიც ყველაზე მავნებელი არის, ანუ სიდამპლებთან მიმართებაში, ერთმა ქარმა შეიძლება მთელს პლანტაციაში გაგივრცელოს, ამიტომ აუცილებელი არის რომ მოხდეს პრევენცია. რა არის კიდევ გასათვალისწინებელი, რა შეცდომებით დასაწყისში არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ერთ-ერთი კიდევ ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენს ფერმერებს აქვთ ხოლმე, თავიდან დაშვებული მცირე პრობლემები, შემდეგ უკვე ძალიან დიდ პრობლემებში გადადის, რის გამოც ხშირად უკვე ამ საქმეზეც უარს იძახიან ხოლმე ფერმერები და მინდა რომ ამ მცირე დროში ბევრი ისეთი საკვანძო მომენტის გაზიარება შევძლოთ ჩვენი ფერმერებისთვის. პირველი, როდესაც იგეგმება, ფერმერმა ცხადად უნდა იცოდეს, ესე იგი, რომელ რეგიონში აპირებს ამ ესე იგი კულტურის დარგვას. რატომ? და სად აპირებს რომელ სისტემაზე? ზოგს უნდა რომ გრუნტზე დარგოს, ღია გრუნტში დარგოს, ზოგს უნდა დახურულ გრუნტში, ანუ სათბურში გრუნტზე დარგოს, ზოგს უნდა რომ აი ეს სისტემა, რომელიც შედარებით ახალია, რომ გააკეთოს.
შემდგომ თქვენ როგორც აღნიშნეთ ორგანიზაციის მიმართულებით, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება, ცოდნა. ეს არის საწყისი იმისა, რომ მინიმალურ შეცდომებს დაუშვებს ადამიანი ამ, ესე იგი, მუშაობის პერიოდში. შემდგომ ხშირი კითხვა არის, რომელი ჯიში, კულტურა ავიღოთ. ხა მარწყვის მიმართულებითაც რო ვისაუბროთ, არსებობს საერთოდ ორი სახეობა. ეს არის მოკლედღის სახეობები და არის ნეიტრალ-რემონტატული სახეობები. მარტივად რომ ახსნათ, მოკლედღის სახეობები საერთაშორისო ენაზე მათ ქვია ჯუნბერი. ანუ ჯუნბერი ივნისის მოსავალი, რასაც ქვია ივნისის ნაყოფი. შესაბამისად, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სინათლის ზონაში, სადაც ივნისში ავლენენ პოტენციალს ძირითადად ეს ჯიშები და სახეობები. შესაბამისად, ნეიტრალ-რემონტატული სახეობები გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი წლის მოსავალი დავგეგმოთ. ანუ იცით რომ განსაკუთრებით ეხლა როდესაც მით უმეტეს ბიზნესის მიმართულებით აკეთებ ამ ყველაფერს, მაღალი ფასი აქვს არასეზონის დროს, ეს არის განსაკუთრებით ზამთარი. ზამთრის პერიოდში სპეციალურად ხდება ამ სისტემის დანერგვა, რომელიც გაძლევთ შესაბამის მოსავალს იმ პერიოდში, როდესაც ფასი არის მაღალი და რას გულისხმობს ეს? ხშირად იცის, ესე იგი, დაინტერესებულმა ადამიანმა, რომ რომელი ჯიში და სახეობა ავიღო. და პირველი კითხვა ჩვენი რაც არის და ჩემი რაც არის, რომელ რეგიონში აკეთებთ? დიახ. იმიტომ რეგიონების მიხედვით ხდება აუცილებლად დაგიგო. ფაქტი არ არის ის, რომ მაგალითად, მოდი ავიღოთ აი და რატომ რეგიონების მიხედვით ესეც რო ჩაგვიშალოთ? იმიტომ რომ მარწყვის ნერგები მუშაობენ სინათლის ზონების მიხედვით. საქართველოში არის 7 სინათლის ზონა. სამწუხაროდ, ესე იგი 90 წლის მერე არ არის ეს სინათლის ზონების მონაცემები განახლებული, ანუ დამოუკიდებელ საქართველოს სინათლის ზონების მონაცემები არ არის განახლებული და მე მომიხდა რომ ესე იგი ეს ყველაფერი ამომეღო ზესა და ჭარბად დაუხვად არის, ეს არის ესე იგი ზონები, როდესაც მეოთხე, მეხუთე ზონა, სადაც მოკლედღის სახეობებიც და ნეიტრალ-რემონტატული სახეობებიც შეიძლება რომ მოიყვანოთ, მაგრამ არის მაგალითად მთიანი აჭარა რომ ავიღოთ სადღაცა მთაში კიდევ, იქ უკვე უნდა გათვლილი იყოს, რამდენი ხნით ამოდის მზე, როდის ჩადის და ფაქტი ის არ არის რომ მაგალითად ხშირად არის რომ ვიღაცა გვეკითხება თქვენთან რა კარგად მოისხა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ამას წაიღებს თქვა თიანეთში სიტყვაზე და იგივე შედეგი ექნება. არის მაგალითად სან-ანდრეასი, რომელიც ახლა აქ არის დარგული ან სიტყვაზე კაბრილო ან მურანო ასე შემდგომ. ალპური ზონა გვაქვს ჩვენ სამცხე-ჯავახეთში, სადაც ფერმერები მუშაობენ და იგივე რომელიც ჩვენთან იწყებს, აი ახლა თქვენ ხედავთ რომ დაკრეფილია დღეს, ისინი ამ კრეფვას ღია გრუნტში იწყებენ ივლისში. მათთვის სინათლის ზონა მაქსიმალურად აქტიურდება ივლისში, ხოლო ჩვენთან უკვე მაგალითად მარტში და აპრილში. აი ეს არის ძალიან ბევრი ცოდნის თემა, რომელიც საქართველოს ჩემი აზრით უნდა განივრცოს. თქვენ გაქვთ საკონსულტაციო ჯგუფი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგმართოთ, რა სერვისს თავაზობთ უშუალოდ, ვის აქვს ამ სერვისთან ხელმისაწვდომობა და ეს ლოჯისტიკური დეტალებიც, იმიტომ თქვენ ფოთში ხართ, შესაბამისად შეიძლება სხვადასხვა რეგიონიდან იყოს მომართვიანობა და ამას როგორ ართმევთ თავს? გარდა იმისა, რომ ანუ პირველ რიგში აგრო მიმართულებით, ასე იგი სასწავლო კურსი გვაქვს და საკმაოდ დიდი მომართვიანობა ხა მაისამდე თლიანად ჯგუფები შევსებული გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ასევე სათბურის კარკასების, ანუ აშენებასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა საკონსულტაციო ჯგუფი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მომართვიანობა იყო. ჩვენ გვყავს ჯგუფის ინჟინერი, ნუ არ ვიცი 30 წლიანი გამოცდილებით ადამიანი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს უკვე მრავალი წელიწადია და მასთან ესე იგი კონსულტაციის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ კოლხი ფერმას დაემატოს ეს მომსახურება, რასაც ქვია, ესე იგი სათბურების აშენება და ჩაბარება. თუ შენდება სადღაც სამტრედიაში და მეორე შეიძლება აშენდეს რომ მაგალითად აჭარაში, შემდგომ როგორც დაამთავრება, შემდგომ ვისიც არის შეკვეთა, თქვათ მოცემული, შემდგომ იქ გადადიან სამუშაოდ და სრულდება რა თქმა უნდა, ამას ჭირდება დაგეგმა. სათბურის აშენება ხა გამოცდილმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რომ ხდება როგორც ჩვეულებრივი შენობა ნაგებობის აშენება და სახლი როგორც შენდება, ესე იგი ადამიანისთვის მას ჭირდება გეოლოგიურად ნიადაგის შემოწმება, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგალითად ჩვენ ვართ ჩვენ ფოთში მაგალითად არის ისეთი ნიადაგები, რომელიც არის ესე იგი ფხვიერი, შედარებით სუსტი და ასე შემდგომ და იგივე ფუნდამენტის გაკეთება არ შეიძლება, მაგალითად ჩახვიდეს სადღაც მთაში, სადაც ყამირი ნიადაგები შეიძლება იყოს უფრო რთული, ესე იგი კონსისტენციის და შესაბამისად მან უკვე სხვანაირი ფუნდამენტი ჭირდება. აი აქედან იწყება პირველ რიგში დაგეგმა. შემდგომ ესე იგი ქარის მიმართულება როგორ უბერავს, ესე იგი როგორ ქრის ეს ქარი, იმიტომ რომ ქარის დაწოლა არის ძირითადად იცით პირველი მტერი არის სათბურების ეს სტიქია.
შემდგომ თავარი კითხვა არის, როდესაც გვირეკავენ, რომელი კულტურის მიხედვით გსურთ რომ ააშენოთ ეს სათბური, იმიტომ რომ მარწყვის სათბურის მაგალითად სჭირდება მაღალი ჭერი. თქვათ, ვიღაცა აშენებს მაგალითად უნდა რომ წვანილი მოიყვანოს, მათ იმას იმხელა ჭერი არ სჭირდება და შესაბამისად შეიძლება უფრო სხვანაირი, ესე იგი კონსტრუირება მოხდეს ამ ყველაფრის. მოცვის სათბურე შედარებით ასევე მაღალი ჭირდება. თქვენ ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში გასცემთ რეკომენდაციას, რა ტიპის სათბური შეიძლება ავაშენოთ? დიახ, იმიტომ რომ ფაქტიურად რაც შეიძლება რომ საქართველოში ახლა ტრადიციული იყოს, ეს არის ბოსტნეული, ეს არის კენკროვანი კულტურები და ასე შემდგომ ხდება ამ ყველაფრის ესე იგი დაგეგმარება წინასწარ. ამას რა თქმა უნდა პერიოდი ჭირდება, ამ ინჟინერულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს და შემდგომ ხდება ამ ყველაფრის დაგეგმა, შემდგომ ხდება ესე იგი კარკასების ან ჩამოტანა კლიენტის მიხედვით როგორც მას სურს, ან ხდება საამქროში ამ ყველაფრის დამზადება. ანუ არსებობს იცით სამეწარმეო სათბურები, არსებობს თაღოვანი სათბურები, ხა ეს თაღოვანი სათბურია, რომელსაც თქვენ უყურებთ და შესაბამისად კულტურის მიხედვით ხდება ამ ყველაფრის ფორმირება. თითქმის ყველა სოციალურ ქსელში ვართ, ესე იგი პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილები, ნუ ჩემი საყვარელი პლატფორმა რა თქმა უნდა YouTube-ია, მაგრამ მაქსიმალურად მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვცდილობთ რომ პასუხი გავცეთ მოკლეს დროში ადამიანებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ და განვიმეორებ რომ ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ჩვენ ვიწყებდით და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის თითოეული პასუხი და როდესაც აი მოტივირებული არის ადამიანი, ზუსტად ის მოტივაცია მაშინ არ უნდა დაუვარდეს. დაუნელდეს კი. დაუნელდეს. ნამდვილად ასეა. თქვენ გეხმარებათ ვინმე თუ ყველაფერი თქვენი ძალებით დაიწყეთ და მიყვებით? არა. ჩვენ დახმარების მიმართულებით არავინ არაფერს არ დახმარებია, მაგიტომაც სულ ყოველთვის როდესაც ჩვენს ან ჩემი სტუდენტები როდესაც გაივლიან შემდგომ კურსს, სულ ვეუბნები რომ თქვენ გაგიმართლათ თქო, იმიტომ რომ მე მაქსიმალურად ვცდილობ, ანუ რა თქმა უნდა ხუმრობ ხოლმე ამ მიმართულებით, მაგრამ ამაში ამ ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც არის, იმიტომ რომ მართლა არ ვიცოდით ვიზე მიგვემართა. კი, ბევრი იყო ვისაც მიმართეთ, მაგრამ იცით როგორ არის? მარწყს და ამ კულტურას ჭირდება წერტილოვანი ცოდნა და არა ის რომ მაგალითად არა ეს კარგია მოიყვანე და არა ეს ცუდია არ მოიყვანო. ეს საერთოდ შეიძლება არა, ამას ადამიანი მერე თვითონ გადაწყვიტავს. აქ საუბარი იყო დეტალებზე სულ, იმიტომ რომ დეტალებისგან შედგება ეს ყველაფერი და ეს დეტალები ინფორმაციის სიმწირე იყო ძალიან. შესაბამისად, სადაც მივდიოდით მე ეს უცხო გამოცდილება რაც იყო, ნუ აი დამერწმუნეთ რომ მე არ ვიცი აი არც იურისტებს ჩამორჩებიან, არც არ ვიცი ვინ შეიძლება კიდე რო თქვათ ექიმებს ჩამორჩებიან, ყველა ხო თავის საქმეში პროფესიონალი აგრონომები ზუსტად ეგრე არის. აი ისეთი ძლიერი აგრონომები არიან უცხოეთში, რომლებიც სულ დეტალ ცდილობენ აგიხსნან და მე მაგალითად შემიძლია გითხრათ რომ მარწყვი მაგალითად სულ მეგონა ერთი სახეობის, როდესაც ვიწყებდი წითელი და მორჩა. არა და 40,000-ზე მეტი სახეობაა მარწყვის. და მიმდინარეობს ამ მარწყვის ჯიშების განახლება, როგორც ავტოკონცერნები ყოველწლიურად ანახლებენ მოდელებს. ჯონ ბერი რომ თქვია ივნისის სახეობა ერთხელ რომ მოისხამს და მე ელოდები. ცდილობენ რომ ისეთი ჯიში ესე იგი გამოუშვან მათ ბაზაზე, რომ ამ მოკლე დღის სახეობებს ესე იგი ორჯერ აიღებენ წელიწადში. და ეს თქვენ წარმოვიდგინეთ რაზე არის საუბარი, ანუ ფერმერს შეიძლება რომ ამ ჯიშების საშუალებით კარგ პირობებში ერთი ნერგისგან 2.5-3 კილო აიღოს ერთი ნერგისგან. ეს იქნება გარღვევა, აი მანქანას რო ფრთები გამოაცხადა და იფრინოს ეგეთი რაღაცა არის დაახლოებით ვინც ერკვევა ამ თემაში. მოკლედ ძალიან გულშემატკივრობთ დემეტრე, ძალიან დიდი მადლობა და მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ყველანაირ საქმეში, რაც აკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ ჩამოგზავნებისთვის, თქვენს გადამგებ ჯგუფს, რა თქმა უნდა, ტელევიზიას. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და დამერწმუნეთ რომ ფერმერები ამ ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფია და ფაქტიურად ესე შეიძლება ითქვას და მათ ჭირდებათ ძალიან დიდი ხარდაჭერა, იმიტომ რომ ფერმერები ყველა განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან ძალიან დიდ დოლარს. შესაბამისად, ამ ქვეყანას სრული პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ არ იყოს დამოკიდებული იაფ იმპორტზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ აი პირდაპირ რომ გითხრათ სავალალო მდგომარეობაშია და იყოს საკმაოდ ძლიერი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.